This is Mirza Papuna Dadbitaya, the greatest Georgian ever born. Our შემფასებელი არის, რა თქმა უნდა, მაყურებელი და თვითონ ფაქტი, რომ საქართველოში თბილისში ტარდება ესეთი პრემიერები, ესეთი რანგის ადამიანები ჩამოდიან ამ მასშტაბის და ამ კალიბრის ფილმს ვიღებთ საქართველოში, ეს თვითონ არის ძალიან კარგი ფაქტი და მე იმედი მაქვს, რომ ეს არის დასაწყისი დიდი უფრო დიდი პროექტებისა. რაც შეეხება ფილმთან დაკავშირებულ გეგმებს, დღეს მთელი შემოქმედებითი ჯგუფი პირდაპირ გაფრინდა ლონდონში, ხვალ გეგმება ლონდონში აგვისტოს 5 დღის პრეზენტაცია. უკვე მთელი ზაფხულის განმავლობაში იქნება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პრეზენტაცია, რაც შეეხება ამერიკული პრეზენტაცია დაგეგმილი არის აგვისტოში და ფილმის შემქმნელები ამბობენ, რომ ეს ფილმი აუცილებლად კომერციულადაც იქნება მომგებიანი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ნინო სამყურაშვილი გვერდთვებოდა. კინოთეატრ პრემიერაზე მისულთათვის კინოთეატრ რუსთაველში დაწყებული მიღება რუსთაველის თეატრში გაგრძელდა. იქ სტუმრებმა სიამოვნება ქველმოქმედებას შეუთავსეს და ამ გზით რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულთათვის სოლიდური თანხაც შეაგროვეს. საქველმოქმედო ვახშამზე მისვლა სტუმრებმა საღამოს 9 საათისთვის დაიწყეს. საპრემიერო ჩვენების შემდეგ სტუმრები ჟურნალისტებს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ, როდესაც ჰოლივუდის ვარსკვლავმა ენდი გარსიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებთან მისამნება გადაწყვიტა. ალხელს არ დავიბან არასდროს. იმიტომ რომ ენდი გარსიამ ჩამომართვა და მაგარი კაცი ვარ. გავიწიო. არანაკლები ემოცია გამოიწვია ფილმის რეჟისორის გადაწყვეტილებამ. თაყვანისმცემლებისთვის ავტოგრაფები დაერიგებინა. საგანგებოდ გაფორმებულ დარბაზში სტუმრებს, რომლებმაც ბილეთებში $5-დან $10,000-მდე თანხა გადაიხადეს, ეკვადორიდან ჩამოტანილი 7,000 წითელი და ნარინჯისფერი ვარდი დახვდათ. 4 სახეობის კერძი, წითელი და შავი ღვინო. ასეთი იყო პომპეზური ვახშმის მენიუ, რომელიც სტუმრებს ფრანგმა მზარეულმა ალან პასარიმ შესთავაზა. საქველმოქმედო ვახშამის 150 სტუმარს 75 მიმტანი 25 მაგიდაზე ემსახურებოდა. საქველმოქმედო ვახშამს საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედიც ესწრებოდნენ. სტუმრებს მიხეილ სააკაშვილმა ქართულად და ინგლისურად მიმართა. მართლაც საქართველოში დღეს შემიძლია ვთქვა, რომ პირველად ჩამოყალიბდა სერიოზული ტრადიცია ფილანთროპიის, ქველმოქმედების, ის რომ ბიზნეს შეუძლია ამის გაკეთება, რაც დღეს გაკეთდა, ეს არის ყველაზე უტყუარი ნიშანი, რამდენად შორს წავიდა ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ. მე მინდა განსაკუთრებით გამოვყო დღეს არა მხოლოდ დღევანდელ საღამოში, არამედ ფილმის გარშემო მოვლენებში და შექმნაში წვლილი კობა ნაყოფიასი. მე ვფიქრობ, კობა ნაყოფიას იყო მთავარი ფიგურა ყველაფერთან შეერთებით, რაც ეხებოდა ამ ფილმს, იმიტომ რომ აღმოაჩნდა ძალიან დიდი გული, ძალიან დიდი მგზნებარება, ძალიან დიდი სიყვარული ადამიანების და საკუთარი ქვეყნის. ჩვენ შეიძლება მრავალგზის წაგვაქციო, მაგრამ თავარი ეს კი არა, წაიქცევი თუ არა, თავარია ყოველთვის შეძლო ფეხზე წამოდგომა. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს უნიკალური ნიჭი, რაც არ უნდა ქართეხილმა გადაუაროს, რაც არ უნდა ქარიშხალმა წააქციოს, ეგრევე წამოდგეს ფეხზე და გააგრძელოს ცხოვრება, ვითომ არაფერი არ მოხდარა. და მე ვფიქრობ, ეს არის ჩვენი გადარჩენის მთავარი ამოცანა. მიუხედავად ყველაფრისა, შევინარჩუნეთ აი ეს ერთობა, მრავალეთნიკური, აი ეს კულტურა ასევე მრავალპლასტური, აი ეს გახსნილობა და მუდმივი ლტოლვა ცივილიზებული სამყაროსკენ და შევინარჩუნეთ წარმოუდგენელი უნარი ყოველთვის გავემართოთ წელში, ყოველთვის დავბრუნოთ, ყოველთვის ავდგეთ ფეხზე. I'll say a few words for our friends in ორიოდე სიტყვით მინდა მივმართო შეკრებილ საზოგადოებას ინგლისურადაც. ამ დარბაზში ისეთი საზოგადოებაა წარმოდგენილი, რომ ალბათ ეს ბევრისთვის ახდენილი ოცნებაა. მე აქ მყავს მეგობრები, მაგალითად დევიდ რეიერი, რომელიც არის კონგრესმენი და ჩემი კარგი მეგობარი კალიფორნიიდან. ის წესით თავს უცხოდ არ უნდა გზნობდეს ჰოლივუდის ამ თანავარსკვლავეთში, მაგრამ მისთვისაც კი ეს რაღაც განსაკუთრებულია და ისეთივე რეაქცია აქვს, როგორც მე. ჩემი ვაჟი როგორც წესი თავისი ასაკიდან გამომდინარე ყველაფრის მიმართ ძალიან კრიტიკულია. აღფრთოვანებულია ენდი გარსიათი და არჩერა, რომ ამ ადამიანს აქვე დარბაზში ხედავდა. მე ფილმი არ მინახავს, მაგრამ მან ნახა და მადლობა ენდის, რომ ჩემი შვილის ოცნება რეალობად აქცია.